მანამდე კი გიორგი ერმაკოვის მხარდამჭერ შტაბთან კოალიციის მომხრეებმა არჩევნებში გამარჯვება იზეიმეს. მხარდამჭერებმა ეგზიტ პოლების პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე გამარჯვება ფოიერვერკებითა და შტაბის ეზოში გაწყობილი სუფრით აღნიშნეს. როგორც გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, ეგზიტ პოლებისა და შიდა კვლევების მიხედვით კოალიცია გამარჯვებულია, შესაბამისად მოწინავეთა რიგებშია კოალიციის მერობის კანდიდატიც. ნაციონალურ მოძრაობაში კი მეორე ტურის აუცილებლობას გუშინვე არ გამორიცხავდნენ, როგორც პარტიის პროპორციული სიის პირველმა ნომერმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წინა საარჩევნო შეხვედრების დროს გამოიკვეთრა, რომ მეორე ტურის აუცილებლობა დადგებოდა. შედეგები, რომლებიც ეგზიტ პოლებითაც არის და შიდა შედეგები კვლევისა, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ვთქვათ, ომახიანად და თამამად, რომ კოალიცია მოწინავეთა რიგებშია, კოალიცია გამარჯვებულია და შესაბამისად კოალიციის კანდიდატი, მერობის კანდიდატი არის მოწინავეთა რიგებში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც მოგვდის საუბნო საარჩევნო კომისიებიდან, მეორე ტური არის გარდაუვალი. ახლა მე არ ვიცი ამ შუაღამით რაც მოიმოქმედებს ქართული ოცნება, რეალურად ყველა იმ ინფორმაციით, რაც ჩვენს ხელთ არის. მეორე ტური ბუნებრივი არის გარდაუვალი და მეორე ტურში გიორგი დიასამიძე და გიორგი ერმაკოვი იქნება წარმოდგენილი.